მესალმებით თქვენს მაყურებელს. სამწუხაროდ აბსოლუტურად გეთანხმებით, ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ ამეტებთ ან არასწორი წარმოდგენის შექმნა ხდება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ხვალინდელი საქართველოს აღარ იქნება ისეთი და ხვალ ვიტყვით, რომ გუშინ უკეთესი მდგომარეობა იყო, იმდენად სწრაფი ტემპით მოქმედებს რეჟიმი, სწრაფად მოქმედებენ ყველა სიბრტყეში იქნება ეს სასამართლოს გამოყენებით და ვუყურებდით დღეს სრულ ცირკს, რომელიც სასამართლოში გაიმართა ადვოკატებით პროცესზე გამოცხადებული ადამიანებისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის ფორმით სულცილობ ხოლმე რომ იმდენად ძიმეა ქვეყანაში ვითარება რომ რაღაცა იურიდიულ დეტალებში არ წავიდე, იმიტომ რომ დამღლელია ვერ იგებენ ადამიანები ბოლომდე რაზეა საუბარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა სიბრტყეში ვხედავდეთ რამდენად კატასტროფულად სწრაფი ტემპით უარესდება მდგომარეობა, ხო? სასამართლოში სხდომას ესწრება 12 პატიმარი, 12 თუ 11 პატიმარი, 11 ადვოკატით და უცებ მოსამართლე წყვეტს რომ ამ ადამიანებს უნდა დაუშვან სახაზინო ადვოკატი ერთადერთი მიზეზის გამო რომ 9 თვიანი ვადაში იჭედება, თვითონ შეცდომებს უშვებდა, თვითონ სხდომებს არ ატარებდა, თვითონ ყურით მოთრეული ამბების თანამონაწილე შემოქმედია და ეხა უცბად აღმოჩნდა რომ დრო აღარ ყოფნის და არიქა ვადა არ გაეპაროს, ამ ადამიანების გარეთ გამოშვება არ მოუწიოს და აი ამიტომ რაღაცა ამ ტიპის უკანონობაზე მიდის, ხომ? აქედან დაწყებული გაგრძელებული პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებით დე ფაქტო პარლამენტით, სადაც უბრალოდ ქართულმა ოცნებამ ძალიან მარტივად რო ავხსნათ რას აკეთებენ, როგორ აპატიმრებენ დღეს ოპოზიციის ლიდერებს. ქართულმა ოცნებამ მოიგონა ამბავი, შეთხზა ისტორია, მოიგონა რაღაცა ინსტრუმენტი, სადაც აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით დაიწყო ხალხის დაბარება და კითხვის დასმის შემთხვევაშიც კი ამ ადამიანების მხრიდან, აი მაგალითად ზურა ჯაფარიძის შემთხვევა ამ ხრივ იყო საინტერესო, იმიტომაც რომ ის გამუდმებით, ის არ ამბობდა რომ არ მოვალო თავიდან, ის გამუდმებით ამბობდა რომ მე რატო დამიბარეთო, კითხულობდა, მარტივ კითხვას სვავდა, არ არის ყვაზი საგამოძიებო ორგანო, მომკლევი ორგანო ვალდებული აუხსნას ადამიანს, რატო მიბარებენ, არგუმენტი უთხრას, ფაქტი უთხრას, რომელზეც უნდა გამოკითხონ, კონკრეტული ამბავზე მოსთხოვოს პასუხი, ხო? ზურა ჯაფარიძე არც ერთი დღე არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის დროს ხელისუფლებაში, არც ერთი დღე, არც ერთ თანამდებობაზე არ უმუშავია. ამიტომ სრულიად ლეგიტიმურია მისი მხრიდან კითხვის დასმა, რომ რაზე მიბარებთ. მით უმეტეს რომ წინასწარ იცი, რომ გაქვს არაღიარების პრობლემა, გაქვს არალეგიტიმურობის პრობლემა, ზუსტად იცი რომ ეს ადამიანები ჯაფარიძე რაზეც დაიბარეს ნებისმიერი შეიძლება ამაზე დაიბარეს. მაგას ვამბობ, ვიკა, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ. ამიტომ ვამბობ რომ მდგომარეობა შეიძლება კითხონ მოიგონეს რაღაცა, მე ამ მოგონილზე ივანიშვილის მიცემულისი, ანუ ვინც ყველაზე მეტად აბრაზებს, ვინც ყველაზე მეტად აღიზიანებს, ვინც ყველაზე მეტად ეშინია, ვინც ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის. სხვა კრიტერიუმით, ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთითად მათი ერთობლიობით შეარჩიეს ადამიანები, გააკეთა ივანიშვილმა სია, მისცა თავის ერთგულ მონას წოლუკიანის სახით და უთხრა რომ ახლა ეს ადამიანები უნდა ვნახოთ ციხეში. როდესაც წინასწარ გარანტირებულად იცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაღიარებული, არალეგიტიმური რაღაცა ცირკი ხარ და ამ ცირკში ჯამბაზობის სურვილი არავის არ აქვს დედამიწის ზურგზე, შენნაირი მასხარების გარდა, ხო, მაშინ გაუგებარი ხდება სხვა რამე დაარქვა იმ პროცესს, რომელსაც უყურებთ, გარდა ის, რომ ხელოვნური მათ მიერ მოგონილი შეთქმულების თეორია ამ ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის შეთქმულება საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ. რა უნდა ივანიშვილს? ივანიშვილს უნდა რომ ოპოზიცია არ არსებობდეს. არა, აქ ოპოზიცია ეს გამარტივებაა საკითხი. ივანიშვილს უნდა საქართველოში მოკვდეს პოლიტიკური პროცესი, ყველანაირი პოლიტიკური პროცესი. საერთოდ მოკვდეს პოლიტიკა. უყურეთ, ორი ფაქტი შეგვიძლია ამისთვის მოვიყვანოთ მტკიცებულებად. ერთი, რომ ყველა მეტნაკლებად რეიტინგული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პირველი პირი და ლელოს შემთხვევაში ორნი იმყოფებიან უკვე ციხეში, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. მე არავის პატიმრობა არ მინდა, მაგრამ თავისთავად ნიშანდობლივია, ხო? არავის პატიმრობა არ გვინდა, მაგრამ ნაციონალური აბსოლუტურად არავის პატიმრობას არ ვითხოვ და ვერავის პატიმრობის გამართლება ვერ არსებობს ამ რეჟიმის პირობებში. დღეს უკვე აღარც ერთი პატიმრობა აღარ არის ლეგიტიმური პოლიტიკური ლიდერების
ერთი წამით არავინ ეს კონტექსტი ასე არ გაიგოს, მაგრამ უბრალოდ ცინიზმის საჩვენებლად ვამბობ ამას, რომ ყველა პარტიის თავმჯდომარე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და გადალახა ბარიერი და ერთი პარტიიდან ლელო საქართველოსთან ორი მთავარი ლიდერი იმყოფება საპატიმროში. ეს ერთი ამბავი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მოსუფთავდეს ველი და მოკვდეს პოლიტიკური პროცესი და მეორე, ვინც უყურებს პარლამენტის ხდომებს, მე ხანდახან უყურებ პროფესიული ვალდებულება მაქვს ხე სიამოვნებს. იქ სრულად ერთმნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია მარტო იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში. მათ შორის იმიტომაც, როგორ იქცევა ქართული ოცნება, რომელიც სპექტაკლსაც კი აღარ დგავს პარლამენტარობის. აი დღეს იყო საინტერესო ხდომა, ვიღაცა ვიდეოს დადო დამონტაჟებული. შენ დადე ხო არ მინახავს. კითხვები არ არის, მოსაზრებები არ არის. ერაძესის ხოთა შორის. საოცრება. გადავაში. ფანტასტიურია. კი ბატონო. ეს უნდა ივანიშვილს. ეს არის თქვენ კითხვა. ვიდეოს გულისხმობ. კითხვები არა მაქვს. კითხვები გაქვთ? არ არის. მოსაზრებები არის? არ არის. გამოსვლის სურვილები არის? არ არის. არის იმიტაცია. იმიტაცია, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მოკვდეს. დებატების სივრცე თუნდაც იმიტირებულის აღარ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ იმიტირებულ დებატშიც ვიღაცას შეიძლება სიტყვა გაექცეს. ვიღაცამ შეიძლება რამე უცნაური შეკითხვა დასვას. რა ვიცი, ადამიანები ვართ, ხო? მათი ინტელექტუალური დონე მაღალი არ არის. ამიტომ ვიღაცამ გულწრფელად შეიძლება რაღაცა კითხვა დასვას. ხო და მე რა ვქნათ, მე შარშია ივანიშვილი. ამიტომ ამას ჯობია პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობდეს. რომელი სახელმწიფო იყო ესეთი, სადაც პოლიტიკური პროცესი არ არსებობდა? საბჭოთა კავშირი. ესეთია ჩრდილოეთ კორეა, ესეთია ვენესუელა, ესეთია ქვეყნები, სადაც დიქტატურა ძვინვარებს. ივანიშვილის ამოცანა სწორედ ეს არის. დიქტატურის დაწყება, მე ამ სიტყვას ეს სიტყვა არასოდეს არ გამომიყენებია. არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად თავდაუზოგავად ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს და ვთვლიდი, რომ იმ დროს, იმ მომენტში, იმ გარემოებებში ის იყო აბსოლუტური ბოროტება საქართველოში. არასოდეს არ მithქვამს. არასოდეს, იმიტომ რომ ის არ იყო დიქტატურა, ის იყო ერთი გარყვნილი კაცის გაგიჟებული მანიაკალური რაღაცა ქცევები საკუთარი პოლიტიკური ამბიციების და მანიაკალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის სრულიად სხვა ტიპის ამ პრობლემა იყო. ივანიშვილი საქართველოში ამყარებს დიქტატურას. დიქტატურა არ დგება ერთ დღეში. ესე არ არის, რომ დღეს არა გვაქვს დიქტატურა და ხვალდილით გავიღვიძებთ და უცებ დიქტატურაში აღმოჩნდებით. მას აქვს ფაზები. და მე დავწერე ზურაბ ჯაფარიძე, როდესაც დააპატიმრეს, რომ როცა ვინმე კითხავთ, როდის დაიწყო საქართველოს დიქტატურა, დღევანდელი დღის თარიღი შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ზურაბ ჯაფარიძის ციხეში გაშვება იმ მიზეზებით, იმ მოტივებით, იმ ჭყალებში არარსებული მტკიცებულებებით და არარსებული ფაქტობრივი გარემოებებით, რომელთაც ის გაუშვეს ციხეში, იყო პირველი ფურცელი, რეალური, ჭეშმარიტი, ნამდვილი დიქტატურის დასაწყისი საქართველოში. ეხლა ჩვენზეა ეს იქნება შემდგარი და დასრულებული პროცესი, თუ გაიჭედება ეს პროცესი და შემდეგ გარდაუვალად დაბრუნდება თავისუფლება საქართველოში. პროტესტი არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე. პროტესტი არის ყველაზე დიდი შემშლელი ივანიშვილის სცენარის შესრულების, როგორ ფიქრობთ? იცით რა, ეხლა ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი და არ ვიცი, ის არ ვიცი, უნდა ამბობდე თუ არა, მაგრამ ხო, რა ვიცი, ვიტყვი. ვეღარ არის ეს პროტესტი ივანიშვილისთვის ხელის შემშლელი. და ეს თავის მოთხოვება ჩვენი ყველას მხრიდან, ჩვენ თავსაც მივათვლით, თქვენს მიგათვლით, თქვენს ნებართვით, ყველას მხრიდან, ვინც რაღაცა Facebook-ზე პერიოდულად ამას ვეხმიანებით ახთოვანებულები, ეს თავის მოთხოვებაა. ის პროტესტი აღარ არსებობს, რომელიც გააჩერებს დიქტატურას. დღეს ეს პროტესტი მინელებულია. თუ ახალი ტალღა არ დაბრუნდა, დიახ, ახალი ტალღა მიგაჩნიათ თუ არა, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ერთადერთი საჭირო და ერთადერთიც კი, რომელიც შეაჩერებს. აბსოლუტურად ერთადერთი პასუხი დიქტატურის წინააღმდეგ არის ის, რაც ხდებოდა საქართველოში პერიოდულად ხშირად ბოლოს ნოემბერში და დეკემბერში. ეს არის პასუხი დიქტატურაზე. ამ დროს დიქტატურას ერთი რო ვერ მყარდება, სანამ 100,000 კაცი ქუჩაშია, იქ არავითარ დიქტატურაზე საუბარი არ არის, მაგრამ გარდა ამისა, ამ დროს ჩამოშლა, შიდა სახელმწიფო ჩამოშლა არის აბსოლუტურად გარდაუვალი. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ამდენი რამე მოხდა და ძალიან ბევრი ადამიანის ემოცია არის ერთგვარად დაპაუზებული. ბევრი ადამიანი იმავე საჯარო სამსახურში, პოლიტიკურ გუნდში, მათ პოლიტიკურ გუნდში ელოდება იმ მომენტს, როდესაც გაჩნდება შანსი, რომ თავი დააღწიოს. მე დღეს
დავითაშვილი ახსენეთ თქვენ წეღან და ვარაუდით გამოვთქვი მე არ ვიცნობ ამ კაცს საერთოდ ცხოვრებაში არ შევხვედრი ვარ მაგრამ დავითაშვილი ნანახი არ ამყავს კი ბატონო აი დავითაშვილის ამბავმა აჩვენა ის რომ ერთი რომ ივანიშვილს აღარ უნდა ეს დემონსტრაციულად აღარ უნდა საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ეს მინიმალური ასე ვთქვათ რაღაცა კონტაქტიც კი გაწყვიტა თუ ეს არის უბრალოდ დასჯა იმ პოლიტიკური პირის, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი მისია და არ ვიცი ახლა. ეგ ერთმანეთს არ გამორიცხავს ვიკა და მესამე კიდევ. მესამე მე ვფიქრობ რომ მას თავადაც უნდა წასვლა. დავითაშვილი იყო აბსოლუტურად ერთადერთი ადამიანი ამ თვითგამოცხადებულ ხელისუფლება მთავრობა პარლამენტში ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც მიკროფონი მიდის, შეიძლება იქ კიდე არიან ვიღაცები ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებიც არ ვიცნობთ, ხო, ეხა არიან ვიღაცები, ის გვერდე სახელიც, არც მე ვიცი, არც თქვენ იცით, სახეზეც ვერასდროს ვერ ვიცნობთ და ჩვენმა თავის არიან, ხმას არ იღებენ, შეიძლება არც არასდროს არ გაგვახსენდეს, რომ ამ პარლამენტში იყო. ეგენი არ ვიცი, მაგრამ ვისთანაც მიკროფონი მიდის, ვისთანაც ჟურნალისტი ურთიერთობს. დავითაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სიტყვა არ გაქცევია. რომელიც არ იმეორებდა იმ მესიჯ ბოქსებს, რომელიც მათთან ყველასთან იგზავნება და ესე თუთიყუშებივით ერთმანეთს მიყოლებით იმეორებენ. ლანძღვა, გინება ჩვენი პარტნიორების, შეურაცხყოფა ელჩების, უხეშად მოხსენიება ევროპარლამენტარების თუ სენატორების, კონგრესმენების, ხო? აღარ არის. ხო, დავითაშვილი იყო ერთადერთი, რომელსაც ეს არ გაუკეთებია. სხვათა შორის მას იგივე ტენდენცია ჰქონდა შიდა ოპონენტებთან მიმართებაშიც. ის არ ეკუთვნოდა ამ კლასს, აი ერთნიშნულად ერთნაირები რო არიან, უბრალოდ სხვა სახელები და გვარები რო ქვიათ, თორე ზუსტად ერთნაირები რო არიან. აბსოლუტურად ამოვარდნილი. რატომ იტანდნენ? ზუსტად ამიტომ, რომ ის იყო ერთგვარი ხაზი ჯერ კიდევ დასავლეთთან. მას ელაპარაკებოდნენ, მათ შორის ამიტომაც ელაპარაკებოდნენ. საქართველოს ოცნების ბევრმა წარმომადგენელმა პიროვნული შეურაცხყოფის საკითხად აქცია მათთან ურთიერთობა ჩვენი პარტნიორების და მეგობრებისთვის დასავლეთში. უამრავი ადამიანი, რომელსაც მე ვხვდები, სხვათა შორის არასოდეს არ ყოფილა, არც სააკაშვილის დროს, არც აი კახათ არგამაძის დროს. იმ დროინდელი ვარ მე, არც იმ დროს და არც ქართული ოცნების დროს ბოლო პერიოდამდე, რომ ადამიანებს ასე მასობრივად ამდენ ხალხს დასავლეთში ეთქვა შენთვის, რომ იცი რა, ეს უკვე ჩვენთვის პიროვნული საკითხი გახდა. They make it personal. სულ ამას გეუბნებიან, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ შეუძლებლობის მათთან ურთიერთობის არის ეს, რომ ეხლა როგორია, დილასაღამოს კაცი დგას მიკროფონთან და პირდაპირ მნიშვნელობით ხან კორუმპირებულს გეძახის, ხან დებილს გეძახის, ხან ინტელექტუალურ შეცდომას, ხან უღირებულებას, ტრაგიკული პიროვნება, ხო? და მე ხვალ მოხვიდე და ვითომც არაფერი ისე ურთიერთობა. კი, პოლიტიკაში ბევრი რამე მოსულა, მაგრამ რაღაც უნდა იყოს ისეთი სასწორზე, რის გამოც თვალი ხუჭო, ხო? და ამასობაში აქეთ მეორე მხარეს ჩვეულებრივი მანიაკალური მიდრეკილებების დიქტატორის მსურველი ადამიანები არიან ამასობაში ბევრი ინფორმაციით კორუმპირებული. როცა ეს ინფორმაცია გამოდის, ყველა შეურაცხყოფას გვაყენებენ, როგორც თქვენ ჟურნალისტებს აყენებდათ შეურაცხყოფას, აი ეს ბატონი მიქაუტაძე და სხვანი კიდევ მაშინ. ეხლა აღმოჩნდა რომ მართალი ყოფილა TV პირველი, ხო, როდესაც მასზე აკეთებდა ამ სიუჟეტს. ასევე იქნება ხვალდაზე სხვებზეც, რომელზეც ეს ასეთი სიუჟეტები ნანახი და მოსმენილი გვაქვს, მაგრამ მთავარი ამბავი არის აი ამ სამივეს კომბინაცია ჩემი აზრით. დავითაშვილი მიდიოდა ვაშინგტონში, არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ქალაქ ვაშინგტონში, იმიტომ რომ იქ იმართება მსოფლიო ბანკის შეხვედრა, რადგან ის მაინც მიდიოდა ქალაქ ვაშინგტონში, მან მიიღო დავალება, რომ ცდელობა განეხორციელებინა, ბარემ ამერიკაში იყო და როგორც კობახიძე ეძახის ურთიერთობების სარიელი ფურცლიდან დაწყების, ჩვენ ვნახეთ რა დონის შეხვედრები მიიღო, ვიცე-პრემიერი ვარო კაცი იძახის და მე რომ ვხვდები იმ ადამიანებს შეხვდა ვაშინგტონში, მე ეხლა დღევანდელი ჩემი სტატუსით. მაგრამ ასე იყო თუ ისე, დონის მიუხედავად, ეს კომუნიკაციის ხაზი მასთან არსებობდა. ასევე ჩვენ ნანახი გვაქვს ბევრი კადრი ამ პერიოდში არალეგიტიმაციის, არაღიარების დროს დავითაშვილთან ამერიკის ელჩის შეხვედრის. იმიტომ რომ ის იყო კომუნიკაციის საშუალება ქართულ ოცნებასთან. დიახ, ივანიშვილმა მისი გაშვებით, აი ეს ბოლო ხაზიც ჩაჭრა და ამერიკელებს უთხრა, რომ არ მაინტერესებს.
ამასობაში კი ეს მისთვისაც იყო ნათქვამი, რომ მან ვერ შეძლო, ვერ უზრუნველყო, ვერ მოახერხა ის რაც დაავალეს, ამიტომ რაღაც საჭიროება იყო ისეთი კაცი ყოლოდათ, რომელიც ყოველდღიურად საღამოს არ ილანძღება და არ იგინება კამერებთან. და ნუ ბოლოს მე მაინც მგონია, აი გულის სიღრმეში მაინც ვაკეთებ ამ დაშვებას, რომ ის ბედნიერი იყო იმითი, რომ წავიდა, ის თვითონაც ითხოვდა წასვლას, იმიტომ რომ ჩემი აზრით ასეთი ადამიანისთვის ძალიან არაკომფორტული უნდა იყოს ადამიანურად ყობახიძესთან ერთად body language-იან და რაღაც მიმიკაზე თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად გამოვიცნოთ ადამიანების სურვილები, მარიამ ქრივიშვილს ჰქონდა სახე, როგორც აქვთ ხოლმე ჩინოვნიკებს, რომელსაც პირიქით უშვებენ პოსტიდან. დავითაშვილს მე არ მგონია თუ ქრივიშვილი რამე ძალიან დიდ კორუფციულ სკანდალში არ ყავთ გაჭედილი. თუ მე არ ვიცი და არაფერს არ ვამბობ. ხო, თუ არ ყავთ. მაშინ აბსოლუტურად არაფრით არ აიხსნება ის, რასაც ახლა თქვენ ამბობთ. მაშინ რატო? რატო? მესმის. როდესაც ხარ ამდენი წელს 35-ის თუ რაღაცა ახალგაზრდა გოგო ხარ, მთელი ცხოვრება წინა გაქვს. ხო, ერთადერთი ჩემი ახსნა თან თუ უბედური ხარ ამ დროს. მაშინ რატომ თან ხდები? არა, მე არ მგონია რომ ის რამე განსაკუთრებად სპეციფიურად უბედურია. მან ის გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მიიღო ჩემი აზრით. დიდი ხანი ამბობდნენ რომ გიждდებოდა ისე უნდა და მინისტრობა. კიდე ერთი კაცი ვიცი, რომელსაც ესე გიждივით უნდა მინისტრობა და არ ნიშნავენ ამ მინისტრად. ბატონ დინარაძეს გულისხმობ, ნუ აი გაგიჟებულია ისე უნდა, მაგრამ არ ნიშნავენ მინისტრად. მაგრამ არ ვიცი, ალბათ დანიშნავენ, იმიტომ რომ ძალიან მოკლე სკამი აქვს ივანიშვილს. და ქრივიშვილის მინისტრობაც ამას აჩვენებს, ხომ? აი მაგიდასთან, პოლიცსაბჭოს მაგიდასთან რო ხალხია, მუდმივად იმათი გადანაცვლებით არიან ეხლა დაკავებული, იმიტომ რომ სხვას ვერავის ვეღარ ენდობიან. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, თინა ხიდაშვილი იყო